გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებული ლევან მუღალაშვილის სახელობის ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის სალუტბარო სკოლის გუნდი ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეათე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გახდა. გუნდმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. თემაზე ვრცლად ეთნომუსიკოლოგ რუსუდან ჩიტაურთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გმადლობთ მოწვევისათვის. ქალბატონი რუსუდან, მოგვიყევით ამ კონკურსის შესახებ, როგორი შეფასება დაიმსახურეს ჟიურისგან? მოგახსენებთ, რომ საერთოდ ეს ეროვნული კონკურსი დაფუძნებული არის საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ 2016 წელს. იქედან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება კონკურსები და წლევანდელი წელი იყო გამორჩეული. ეს იყო საიუბილეო წელი ამ კონკურსის და სასიხარულოა, რომ ჩვენს სალუტბარო სკოლას მოგიხსენებათ, წელს მოუწია გასვლა ამ კონკურსზე. წინა წლებში არ მონაწილეობდით? წინა წლებში არ მონაწილეობდით და ამდენად ეს ლევან მუღალაშვილის სახელობის ბავშვთა გუნდი იყო დებიუტანტი ამ კონკურსზე. და სასიხარულოა, რომ სწორედად ჩვენმა ამ დებიუტანტმა გუნდმა მიიღო ასეთი უმაღლესი შეფასება. ზოგადად კონკურსი, ეს ეროვნული კონკურსის სახელით არის ცნობილი, ეროვნულ კონკურსზე გადიან 3 კატეგორიით ბავშვთა გუნდები, ეს არის აკადემიური გუნდი, ხალხური სიმღერა და ქართული ტრადიციული გალობა. ჩვენმა სალუტბარო სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო 2 კატეგორიაში, ეს არის ხალხური სიმღერის და ქართულ გალობაში. აქვე აღნიშნავ, რომ მათი გასვლა ეს იყო სასიხარულო, ვინაიდან იმდენად კარგი პროგრამით წარდგნენ ისინი ჟიურის წინაშე, რომ სხვათა გასაკვირიც არ იყო ის მოპოვებული შედეგი, რომელიც მოიპოვა ჩვენმა გუნდმა. აღნიშნავ, რომ არ არის ნამდვილად შემთხვევითი მათი ეს მიღწეული წარმატება, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ სალუტბარო სკოლის გუნდს ყავს ისეთი მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ხელოვანი ადამიანები, როგორებიც არიან ჩვენი ბატონი ილია დათუაშვილი და ცნობილი უკვე ახლად შეძენილი, შეიძლება ვთქვათ, რომ სალუტბარო სკოლის მონაპოვარი გალობის მიმართულებით ნათია დათუაშვილი. აი სწორედად მათი პროფესიონალიზმის და თავდაუზოგავი შრომის შედეგი არის მიღწეული შედეგი ზუსტადაც. ოქროს მედალი მოვიპოვეთ ხალხურ სიმღერაში, ხოლო ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ ქართულ გალობაში. ზოგადად საგალობელთან დაკავშირებით ვიტყვი, მის სწავლებასთან დაკავშირებით, რომ არ არის ისე ადვილი მისი შესწავლა და ასეთ ეროვნულ კონკურსზე გატანა, მაგრამ ნათია მასწავლებელმა ძალიან მოკლე დროში 2 ურთულესი საგალობელი გაიტანა და კიდევაც დაიმსახურა ესეთი უმაღლესი შეფასება. რა პროგრამა გქონდათ თქვენ აღნიშნეთ, რომ გაუწდა ჟიური ამით? დიახ. ეს პროგრამა ხალხურ სიმღერაში, ძირითადად ქართულ-კახურ რეპერტუარს შეეხებოდა. ეს არის კახური საცეკვაო და მეორე სიმღერა ამოდი მთაში და ქართულ-კახური კილოს 2 საგალობელი იქნა გატანილი ამ კონკურსზე. დიახ. საინტერესო არის, როგორ დაარსდა გუნდი და რა გამოწვევები ჰქონდათ, რა წარმატებას მიაღწიეთ? დიახ, მოგახსენებთ, მისი დაარსება ეს იყო 2015 წელს დაარსდა და უკვე ფაქტიურად 11 წელია მოღვაწეობს სალუტბარო სკოლა. მან გამოუშვა უკვე ისეთი კადრები, რომლებიც წარდგნენ უმაღლეს სასწავლებელში, მიიღეს განათლება და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღევანდელი ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლის ბავშვთა ფოლკლორულ გუნდებს ხელმძღვანელობენ სწორედად ეს ბატონი ილია დათუაშვილის აღზრდილი ახალგაზრდები და
ამჯერად უკვე ჩამოყალიბებული ლოტბარები და ნამდვილად იცით რა არის მართლა გვიხარია ჩვენ ეს ფაქტი, იმიტომ რომ წავიდნენ ახალგაზრდები, ისწავლეს, დახელოვნდნენ და ჩამოვიდნენ ისევ თავის რაიონში და მის ცოდნას გადასცემენ უკვე მომავალ თაობას. დიახ. რა სურვილი გაქვთ, როგორ გინდათ რომ განვითარდეს გუნდი? მე ვიტყოდი რომ ჩვენი სალოტბარო სკოლის აი ეს გუნდი, რომელიც უკვე წარმატებულია და არა მარტო ამ ეროვნულ კონკურსზე, მათ გაიარეს უკვე იმდენი ისეთი რთული გზა კონკურსებზე, სხვა კონკურსებს გულისხმობ, ფესტივალებზე, სხვადასხვა ღონისძიებებში, რომ მათ აქვთ გამოცდილება. შემიძლია ვთქვა, იცით, რომ ბევრს ალბათ ასეთი ახალგაზრდა მთქმელ მომღერალი ასეთ ასაკში შეიძლება არც ყავდეს. იმდენად გამორჩეული ხმების ბავშვები არიან, იმდენად კარგი სოლისტების მქონე გუნდი არის, რომ ჩვენ გვიამაყება ნამდვილად მათი ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობა. არის დახვეწილი, არის აკადემიური, არის ნამდვილად სასიკადულო ჩვენთვის. დიახ. აი თუ დავაკვირდებით, ძირითადად ახალგაზრდები მუნიციპალიტეტიდან მიდიან თბილისში, საზღვარგარეთ. აი თქვენ როგორ ახერხებთ, რომ შეინარჩუნოთ ეს ადამიანები და ხელი შეუწყოთ, რომ მუნიციპალიტეტში დარჩნენ და აქ განვითარდნენ? წეღანაც მოგახსენეთ, რომ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის თვითონ პედაგოგ მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვებს უნერგავენ სიყვარულს ხალხური სიმღერისა. ზოგადად ხალხური სიმღერა ისეთი განძია ჩვენთვის ეს ქართული კულტურა, ანუ ქართული ფოლკლორი, ისეთი განძია, რომ ერთხელ როდესაც შეეხები, მას ვეღარ მოსწყდები და სწორედაც ბავშვები პატარობიდან, როდესაც ეზიარებიდან ამ ხალხურ სიმღერას და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვეღარ წყდებიან ისინი ამ მისადმი სიყვარულს, ხომ? ისინი მე ვფიქრობ, შეიძლება წავიდნენ კიდევაც საზღვარგარეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს სწორედად სიყვარული, ხალხური, ტრადიციული გალობა არის ეს თუ ხალხური სიმღერა, მათ ისევ ვფიქრობ, რომ თავის კერას დაუბრუნებს და ისინი დაუბრუნდებიან თავისთავად. აგერ უკვე ჩვენ მაგალითი გვაქვს იმისი, რომ ჩვენგან გაგზავნილი ბავშვები, უკვე რაღა ბავშვები, ისინი ახალგაზრდა უკვე დღეს ლოტბარებად არიან, ისინი დაბრუნდნენ, იმიტომ რომ ამას უქმნის თვითონ ხელმძღვანელობა სალოტბარო სკოლის და ასევე მუნიციპალიტეტის თანადგომა იმაში, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება იმუშაონ და აღზარდონ მომავალი თაობა. გადასცენ ის ყველაფერი, რაც მათ თავის დროზე შეისწავლეს სალოტბარო სკოლაში. და ბოლოს უახლესი სამომავლო გეგმები რა გაქვთ? კიდევ ხომ არ ემზადებით რომელიმე ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად? თავისთავად ბატონ ილიას ძალიან დიდი გეგმები აქვს და ამას სიურპრიზად ინახავს ხოლმე, უნახავს ამ ბავშვებს. ყოველწლიურად წელიწადში ორჯერ ატარებს სალოტბარო სკოლა საანგარიშო კონცერტს. ახლა ივნისის ბოლოსაც დაგეგმილი არის საანგარიშო კონცერტი. შემდეგ უკვე მზადება თავისთავად სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, რომელიც სწორედაც ამ ხალხურ ტრადიციულ მიმართულებას შეეხება. ამაზე ალბათ ბატონი ილია დათუაშვილი, რომელიც დღესდღეობით იმყოფება საკონცერტო ტურნეში ანსამბლ გურჯაანთან ერთად, როდესაც ჩამოვა, გაგვაცნობს ძალიან დიდ და გრძელვადიან გეგმებს. დიდი მადლობა, რომ მიყავით ჩვენი სტუმარი, მოგაწოდეთ ინფორმაცია, წარმატებას გისურვებთ. უღრმესი მადლობა მოწვევისათვის და კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ ჩვენ სალოტბარო სკოლას და მის პედაგოგებს.